სიკვდილთა სიკვდილისა დამქმნელი და საფლავების შინათა ცხოვრების მინიჭებელი ჭეშმარიტ ღმერთმა ჩვენ მეხმარებელისა დედოფლისა ჩვენი სამყაროსა და არადქალისა მარიამისა და ყოველგანაც ამისთათა შევიწყალის და გვაცხოდე ჩვენი დარსახიერად და გასუღარენ Cristiagdga. Eșmardat agdga Criste. Darul suli aqopos. Maqalo mekfa girotsal. Shadel dres Cristes mწყენვალი აღრომის დღესასწაულს. მისი ძალადობარი პარავდით შექცეულა. ქრისტეს აღდგომა რატო არ განსაკუთრებული? რა თქმა უნდა, მე არ ვეგულებ ადამიანი, რომელიც რაც არ უნდა უუმერთო იყოს და მობელი აღდგომა დღეს რაღაც გარკვეულ სიხარულს არ განიცდებს. მე ასეთი ადამიანი არ ვეგულებ. სამწუხაროა, რომ ამას ვერ გზნობენ თვითონ. ჯოჯოხეთშიდაც კი შვება აქვთ. იქ ყოფსულებს აღდგომა დღეს. და როდესაც ჩვენ აღდგომაზე ვსაუბრობთ, აღდგომასთან მიმართებაში რა უნდა ვიცოდეთ ჩვენ მოძვირფასები? მოდის ქრისტე, განხორციელებული ღმერთი, მოდის ჩვენთან. ჯვარზე კვდება ჩვენ მოვკალით ჯვარზე, მაგრამ საკუთარი ნებით მოხდა ის, ანუ მიგყვა ჩვენს ბოროტმოქმედებას მიყვა. მას შეეძლო აეცილებინა ჯვარცმა, მის ხელში იყო ყველაფერი. მოსწრავდა ყველაფერს, იქ ხოუნდება პეტრე მოციქულს. როდესაც პეტრე მოციქულო მალქოს ჯარისკაცს პური მოაძრა, მე რომ მინდოდესო, ხოუნდება სიტყვა საკრულ შეცვლედიო, მაგრამ არაო ეს აღსრულებული ეს უნდა აღსრულდესო. როდესაც პეტრე ეუბნება კიდე სხვა დროს მანამდე დავიმა დაგმალავო, უხალო, მოსაკლავად დაგძევენო. განვე ჩემგან სატანა რამე თუ კაცისას მეუნები და არა ღვთისასო. სატანაო, ასე მიმართავს, ანუ სატანა ლაპარაკობს შენი პირით. და ქრისტეს ჯვარცმა რატო იყო აუცილებელი? იმიტომ რომ ჯვარზე რო არ მომკვდარიყო, რო არ მიყოლოდა ჩვენს ბოროტმოქმედებას და არ აყოლოდა ჯვარზე. აღდგომა იქნებოდა? აღდგომით აჩვენა რომ სიკვდილი მის ხელში, ანუ ის ფლობს სიკვდილს. აი ნახეთ, თავი მიედრიკა და განუტევა სული. სიკვდილი მის ხელშია. ანუ სიკვდილზე ძლიერია. აი ეს გვაჩვენა. მოკვდა ჯვარზე, საკუთარი ნებით და მერე მკვდრეთით აღდა. მკვდრეთით აღდგომა თუ შეუძლია, ჯვარზე რო არ მოკვდარიყო, ის არ შეეძლებოდა. ეს გვაჩვენა რომ სიკვდილზე ძლიერია. ჩვენ ვყავს ღმერთი განხორციელებული. ჩვენაირი გამხდარი, ჩვენაირი გახდა იმდენად უყვარ ვარ. მეგობარი გვიწოდა, ღვთის ძე გვიწოდა, ღვთის შვილები გვიწოდა. ჩვენთვის ჯვარზე მოკვდა და მერე მკვდრეთით აღდგა, რათა ეჩვენებინა რომ სიკვდილზე ძლიერია. ესეთი ღმერთი ვყავს. და როდესაც მე და შენ და ყველა ჩვენგანი ამას ვაცნობიერებ, უკვე ჩვენში რამე სახის შიში ამიწიერისა უკვე ქრება. მე ასეთი ღმერთი მყავს, რომელიც სიკვდილს მოერია. შესაბამისად სიკვდილი აღარ არსებობს. ერთადერთი სიკვდილი არც არსებობს, ეს არის სულისა და ხორცის გაყრა. აი სამღვდელმთავრო ლოცვა ქვია, როდესაც ჯვარცმის წინა პერიოდია და ლოცვებს რა ამბობს მაცხოვარი, სადაცო მე ვიქნებიო, ჩემთან იყვნენ ესენიცო, მამას რომ მიმართავს. ესე მინდაო. ჩემი მიმდევრებიო და თუ ჩვენ ქრისტესთან ვიქნებით ქრისტეს წიაღში, საშიში რა გვაქვს? საშიში იმათ უნდა გქონდეთ, იმათ აქვთ, ვინც ასე არ არის. შესაბამისად, შემოძვირფასებო, რატო გავაკეთე შესავალი? ჩვენ ყველანი ჭირისუფლები ვართ. ზოგი დღეს, ზოგი ხვალ საფლავზე გავა, ესე ჯობია ხვალ. ხვალ ჯობია უკვე. და მიცვალებულთან მივდივართ, საფლავთან მივდივართ უпроსორად. მისთვის მიზანი არის რომ უთხრათ, ვახაროთ, ქრისტე აღდგა. რატომ უნდა ვახაროთ? შენც აღდგები. და საუკუნო ცხოვრებას დაიკვირდებ. თუ კი ჯერჯერობით არ ახარ სათასასუფლებლში მისული. ასე რომ შიში ნუგეშინია, მიცვალებულსაც კი ვეუბნებით ამას. ქრისტე მკვდრეთით აღდგა. რადგან ქრისტე მკვდრეთით აღდგა,
აღარ არის უკვე სასოწარკვეთილებამდე ჩვენი გარდაცვლილთა სულები სატირალი და არც ჩვენი სულები, რა თქმა უნდა, როცა საფრთხენა გავა. აღარ არის ეს სატირალი. მონატრება სხვა რამეა, მაგრამ სასოწარკვეთილების წერილი კიდე სხვა რამეა. მონატრება რომ მიდის ოჯახის წევრი სადმე ისგენ ატრება კაცოება და გარდაცვლილი რა თქმა უნდა. ამაზე არ არის საუბარი. მაგრამ სასოწარკვეთილება აღარა გაქვს. წვენით ხარ, იმედით ხარ. ამიტომ იყო აუცილებელი ქრისტეს მკვდრთი დაღდგომა, რომ კაცობრიობას, უიმედო მდგომარეობაში მყოფ კაცობრიობას იმედი და სასწრება გაჩენოდა. ასეთი რამ გვაქვს, ეს სიმდიდრე გვაქვს და ინებოს უფალმა, რომ ამ სიმდიდრეს მატარებელი გავხდეთ. ჩვენი ნება, ჩვენი გადაწყვეტი თვითონ ირჩევს ადამიანი. ირწმუნოს ეს ყველაფერი და იყოს შინაგან სიხარულში. თუ არ ირწმუნოს და ებრძოლოს ყველაფერს სიწმინდეს, ადამიანი თვითონ ირჩევს ამას. მე გისურვებდი დაგლოცავდით, რომ ყველანი ასე ყოფილიყავით, ხვის სიხარულით ყოფილიყავით, ქრისტეს მიერ სიხარულში ყოფილიყავით. ქრისტეს აღდგომა ეს არის ჯოჯოხეთის დანგრევა. ნახეთ, ახორციელდა ზეციდან მოდის მიწაზე. საერთოდ სამი ადგილია, ხო? ზეცა, მიწა და ჯოჯოხეთი. ზეციდან მოდის მიწაზე. ხდება ისეთი, როგორებიც აქ ცხოვრობთ, ხორცისა და სულის ერთობა. გახორციელდა კაცობრიო სულითა და კაცობრიო ხორცით. და ჯოჯოხეთში ხოლმე ჩასულიყო და იქაც ეხარებიდნენ და იქიდან მოეყოლა მართლები. იქ ჩადის ისეთი, როგორებიც იქ არიან, მარტო სული, იქ ხო? ანუ ხორცით ხო არ არის ჯოჯოხეთში, არის სული. ანუ მოგდა და სული ჩადის ჯოჯოხეთში. იქ იმნარი მივიდა, როგორც იქიდნენ. და იქიდან ამოყავთ მართალთა სულები, მართლები ვინ არიან? ვინც ელოდებოდა მესიას. გადამხდელ მესიას ადამიდან დაწყებული. ადამი და ევა ელოდებოდნენ მესიას. უბრალოდ პირველი შეეშალათ. პირველი შვილი ეგონათ მესია და დაარქვეს მოგება, ანუ კაენი. და სინამდვილეში მკვლელი აღმოჩნდა. შეეშალათ, რომ ელოდებოდნენ მესიას ისინი. ვინც ელოდებოდა მესიას, ისინი ამოყავთ. ვინც არ ელოდებოდა, არც უნდოდა და ადამიანის ნების წინააღმდეგ არ მიდის ღმერთი. არ უნდოდა მიიღება, არ ელოდებოდა და დარჩა იქ, სადაც უნდოდა. ჩვენც ასე. ადამიანის ნების წინააღმდეგ ღმერთი არ მიდის. აგაძლიეროთ მაღალმა ღმერთმა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ეს დღეები მეტანიები არ გეცლი